რიგით მეორე გამოცდა აბიტურიენტებმა ზოგად უნარებში ჩააბარეს. ოზურგეთში ტესტირება სულ 288 აბიტურიენტმა გაიარა. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრში ისევე როგორც მთელ საქართველოში გუშინ აბიტურიენტებმა გამოცდა ზოგად უნარებში ჩააბარეს. ტესტირება 3 საათს გაგრძელდა. გამოცდა 2 ცვლაში მიმდინარეობდა. პირველი ნაკადი ტესტირებაზე დილის 9 საათზე შევიდა, მეორე კი დღის 14 საათზე. ზოგადი უნარების გამოცდა ოზურგეთში 7 გარემოში ჩაიარა. გამოცდა 288 აბიტურიენტმა ჩააბარა. დღევანდელი გამოცდისთვის ძალიან კარგად, 50 საერთოდ არ მაქვს შიშქნობა და ვნახოთ, ყველაფერი იხლისნება. მე პირადად თეიწები ემზადებოდი ამ გამოცდის და ვფიქრობ, რომ ანუ საკმაოდ რთული არის იმისთვის, რომ ჩვენ გავიდეთ ამ გამოცდაზე და ადვილი არისო, მე რიტყვიან ამ გამოცდაზე. განწყობა არის თქმა უნდა დადებითი, რაღაც არ ნურვილობდით, იმიტომ რომ ერთი გამოცდა უკვე ჩავათავრეთ და ეს რაღაცა ბარიერები უკვე მოხსნილია და წარმატებას ვსურვებ ჩემ თავს და ყველა აბიტურიენტს. მართლაც არ არის რა ვიცი, ჩემთვის არ არის რთული გამოცდა, მთავარია არ ვინერვიულოთ და ყველაფერი კარგად იქნება. ზოგადი უნარების გამოცდა, როგორც მოგეხსენებათ, დილას 156 უნდა გამოცხადებული, 2 არ გამოცხადდა. ახლა 150 ვეროდებით, მაგრამ სავარაუდოდ შეიძლება ერთი არ მოვიდეს, რომლებიც წინა გამოცდაზე არ იყვნენ. რავი, 7 გარემოა და ყველა აბიტურიენტს უსურვებ წარმატებას. დღეს აბიტურიენტებმა გამოცდა უცხო ენაში ჩააბარეს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 16 ივლისს სრულდება.